წარმოიდგინე, წერ ისე რომ შენს ლექსებს საუკუნეების შემდეგაც ახდაცებით კითხულობენ, მაგრამ სანამ ცოცხალი ხარ, არავინ გისმენს, არავის აინტერესებ. ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა თბილისში 1817 წელს. გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში, რომელიც ერთ დროს ძლიერი იყო. დედა ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და ერეკლე მეორის შთამომავალი. ამდენ ვალებს რა უნდა ვუშველოთ? მამა მელიტონ ბარათაშვილი, რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციაში მომუშავე მოხელე და თარჯიმანი. მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, მის ოჯახს მაინც სიღარიბეში მოუწია ცხოვრება. მათ სახლში ხშირად იმართებოდა წვეულებები, სადაც იმდროინდელი ნაღები საზოგადოება იღრიდა თავს. გარედან ეს ყველაფერი სიმდიდრის ილუზიას ქმნიდა, თუმცა სინამდვილეში ბარათაშვილის ოჯახი ნელ-ნელა სიღარიბეში იძირებოდა. როგორ მოხდა ეს? ჩვენ ყველაფერს კარგავთ. მოგვიწევს ყველაფრის გაყიდვა. 1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შედის. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე. შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, სოლომონ დოდაშვილი ასწავლის. სწორედ მისი გავლენით ის იწყებს ფიქრს რაღაც ბევრად დიდზე. თუმცა 1832 წლის შეთქმულების ჩაშლა, რომელშიც იმდროინდელი საზოგადოების არაერთი გავლენიანი ადამიანი მონაწილეობდა შეთქმულება გამჟღავნდა რუსებმა ყველაფერი და რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებას ისახავდა მიზნად, ბევრი სიმედებს ამსხრევს, მათ შორის ბარათაშვილისაც. ის მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. გიმნაზიის დასრულების შემდეგ რუსეთში წასვლაზე ოცნებობდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. მამა მინდა რუსეთში წასვლა და იქ სწავლის გაგრძელება. ხომ იცი რომ მაგის სახსრები ახლა ჩვენს ოჯახს არა. მაგრამ მამა ეს ჩემი მომავლისთვისაა, მე ვიპოვი გზას. მამა შენი მართალია, ფული არ არის. გადაწყვეტილია სხვა გზას ვიპოვით. თუმცა ეს სურვილად დარჩა, რადგან იმ დროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოინდომა, თუმცა არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრაუმის გამო ოდნავ კოჭლობდა. ისე გამოვიდა, რომ მისთვის ყველა სასურველი კარი დაიხურა და ის ნელ-ნელა აღმოჩნდა რეალობაში, რომელსაც ვერაფრით ეგუებოდა. ამასობაში მისი ოჯახი საბოლოოდ გაღატაკდა. ის იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელე გამხდარიყო. ადამიანი, რომელსაც უნდა ეცხოვრა დიდ იდეებში, ჩაჯდა პატარა დახურულ სისტემაში. ამას დაემატა გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი. ისინი ერთ წრეში ტრიალებდნენ, ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, ერთ რეალობაში არსებობდნენ, ერთმანეთს იცნობდნენ და თითქოს გრძნობაც ჰქონდათ. მაგრამ მათი ცხოვრება სხვადასხვა გზით წავიდა და ნიკოლოზის დიდი გრძნობა უბასუხოდ დარჩა. ამ ყველაფერმა ღრმა კვალი დატოვა მასში, მის წერილებში და ლექსებში, რომლებიც სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ შემოგვინახა ხელნაწერების სახით. ჩანს ნამდვილი ბარათაშვილი. ადამიანი, რომელიც გრძნობდა, რომ ამ სამყაროში ვერ ეტეოდა. წერდა სევდით, ზოგჯერ ირონიითაც, თითქოს საკუთარ ბედს დასცინოდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლის და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წელს უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნახეჩევანში მიემგზავრება. უფრო დიდი პასუხისმგებლობით, თუმცა შიგნით საშინელი სიცარიელით. იწყებს ცხოვრებას, რომელიც არაფრით გავს იმას, რაზეც ოცნებობდა და ბოლოს განჯა, სადაც ყველაფერი სრულდება. 1845 წლის ივნისში ის იქ ინიშნება იმავე თანამდებობაზე, თუმცა 4 თვის შემდეგ ის მალარიით ავადდება და 27 წლის ასაკში გარდაიცვლება. წლები გადის და ის, ვისაც სიცოცხლეში არ უსმენდნენ, არ იმჩნევდნენ, უბრუნდება თბილისს. 1893 წელს მისი გადმოსვენება ეროვნულ მოვლენად იქცევა. უამრავი ადამიანი მიდის იმ პოეტის დასახვედრად, რომელსაც სიცოცხლეში არაფრად თვლიდნენ. 1938 წლიდან კი მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს, სადაც დღემდე განისვენებს. აღსანიშნავია, რომ მის სიცოცხლეში მისი ლექსები არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა.
წლების შემდეგ დიდ პოეტად პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა. მისი სრული კრებული მხოლოდ 1876 წელს გამოიცა. მოგვიანებით მისი ერთ-ერთი ლექსი მერანი კრიტიკოსებმა შეაფასეს როგორც ქართული პოეტური გენიის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოვლინება.